კათოლიკოს პატრიარქი ხელისუფლებას აბორტის აკრძალვისთვის სათანადო კანონის მიღებას მოუწოდებს. ილია მეორემ აბორტის ცოდვასა და მისი აკრძალვის მექანიზმებზე სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა. კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეში აბორტის სტატისტიკაცაა მოყვანილი ყოველდღიურად 36,000 შემთხვევა. ილია მეორე ფიქრობს, რომ აბორტის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში უდიდესი როლის შესრულება მასმედიასაც შეუძლია. კათოლიკოს პატრიარქმა იმ შედეგებზეც ისაუბრა, რაც შეიძლება აბორტს მოყვეს. აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომების სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა და ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიურ დამცველად არავინ ჰყავთ, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება. ამ ცოდვის სიმძიმე იმითაც ვლინდება, რომ ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრ მშობიარობას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას. აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი ნერვიულ გამოვლინებებს. ასეთი მძიმე მდგომარეობა დემოგრაფიული თვალსაზრისით ფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. რა თქმა უნდა, გამონაკლისის შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მანამდე კი მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ. თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად.